რამდენი წყალი უნდა დალიოს პრაქტიკულად ჯანმრთელმა ადამიანმა დღის განმავლობაში? რამდენია წყლის დღიური ნორმა? ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირად დავობენ და მე გასწავლით ძალიან მარტივ წესს. არსებობს ორი წესი წყლის დღიური ნორმის დათვლის, რომელიც შესაძლოა ბევრმა თქვენთაგანმა იცის ან არ იცის. ცხადია, რომ წყლის დღიური ნორმა იცვლება იმის მიხედვით, თუ რამდენად ფიზიკურად აქტიური ვართ და ასევე წელიწადის დროის მიხედვით. მაგალითად, ზაფხულში, როცა ცხელა, მაშინ უფრო მეტ წყალს მივიღებთ, ხოლო ზამთარში, როცა ცივა, მაშინ ნაკლებს. ადამიანის 1 კილოგრამ წონაზე მოდის დაახლოებით 30-35 მილილიტრი წყალი. მაგალითად, თუ ხართ 70 კილო, გავამრავლოთ 30-ზე მივიღებთ 2100, 35-ზე 2500. ესე იგი, თქვენი ნორმა დღიური არის 2100-დან 2500-მდე. ანუ 2 ლიტრა და 100 მილilitrიდან 2 ლიტრა ნახევრამდე. თუ ხართ 60 კილოგრამი, ისიც შეგიძლიათ გაამრავლოთ 30-ზე, ეს არის 1800, ანუ ლიტრა და 800 მილილიტრი და თუ გაამრავლებთ 35-ზე, ეს იქნება უკვე ზედაზღვარი. ზაფხულის პერიოდში შეიძლება უფრო მეტი დალიო, ზამთარში უფრო ნაკლები. ეხლა რაც შეეხება მეორე წესი, ეს არის შარდის ფერის მიხედვით. თუ გაქვს მუქი ფერის, ესეთი მუქი ყვითელი შარდი, რომელსაც შესაძლოა ესეთი მძაფრისუნიც ჰქონდეს და უმეტესად ადამიანებს ეს აქვთ დილით, პირველი შარდი ყოველთვის არის უფრო მუქი, უფრო კონცენტრირებული, რადგან ღამით ადამიანს ძინავს და ბუნებრივია, რომ ის წყალს ვერ სვამს. ამიტომ მას გარკვეულწილად აქვს გაუწყლოვნება და ამიტომაცაა დილით ასეთი შარდი. და ეს პრინციპში ნორმალურია. შემდეგ იწყებთ წყლის დალევას, მაგრამ თუ დღისით საღამოსკენ გაქვთ ესეთი მუქი ფერის შარდი, დაახლოებით ისეთი როგორიც აღწერე, ეს იმას ნიშნავს, რომ არასაკმარისი რაოდენობით მიირთმევთ წყალს. თუ შარდის ფერი არის ზედმეტად გამჭვირვალე, ძალიან ღია, ოდნავ მოყვითალო შეფერილობის შეიძლება და ისეთი თითქმის როგორც წყალი, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ წყალს სვამთ. ანუ იმდენს, რამდენიც არ არის საჭირო თქვენი ორგანიზმისთვის. და თუ შარდის ფერი არის ნორმალური და ნორმალური ეს არის ჩვეულებრივ ღია ყვითელი და გამჭვირვალე, ეს ნიშნავს, რომ თქვენი დღიური წყლის რაოდენობა არის ნორმალური.